შეფასება რაც ამას შეიძლება ქონდეს ეს არის როგორც უნდა შევაფასოთ რეჟიმი რომელიც აი ასე ექცევა ყველა იმ ადამიანს ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება რეჟიმის დამქაშებისგან ეს არის რეჟიმის კლასიკური მოქმედება ის სულ უფრო მეტად ამკაცრებს და აძლიერებს თავის ვერტიკალს და ცდილობს სულ უფრო მეტად ჩაახშოს სადმე დარჩენილი განსხვავებული აზრი მისი ინტერესია ეს რომ გააქროს საერთოდ საღი აზრის გაჭაჭანების შესაძლებლობა და თუ ვინმე სადღაც რამე წინააღმდეგობას უწევს მისი მცდელობა სწორედ აქეთკენ არის მიმართული რა თქმა უნდა ეს ჩვენ თუ ვლაპარაკობთ სამართლებრივ მოქმედებაზე და კანონებს რომლებსაც იღებენ და რომელიც სულ უფრო მკაცრია აქ თავარის კი არ არის რომ ახლა მასზე ვლაპარაკობთ რომ ამ კანონის შესაბამისად მოქმედებენ თავარი არის მიზანი რისთვისაც ეს კანონი არის მიღებული და თავარი პრობლემა სწორედ აქ არის კანონები შეიძლება ამბობენ ხოლმე აი სადღაც რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში აკრძალეს პარტია რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია მითი პირბადი ციარული აქციაზე თავარი ხომ არის მიზანი აქ განსხვავებული აზრის ატანა არ უნდა ამ ხელისუფლებას და ის ხალხი ვინც პირბადით არის იმიტომ კი არ არის რომ თავის ვინაობას მართავს მალავს როგორც ტერორისტი არამედ შენ არ აძლევ ამ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას შენი ნების შენი რა ვიცი ამ უფლების განხორციელების ამას შესაძლებლობას არ აძლევ და აი ეს ხვაობა არის თავარი არის ის რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური ამაში მეთანხმებით კი რა თქმა უნდა არის დღეს თქვენთვის ისევ არალეგიტიმურია ეს პარლამენტი. ხადია. თუმცა და ეს კანონებით შესაბამისად არის არალეგიტიმური, გამკაცრებული კანონები, დრაკონული კანონები, რის შედეგადაც აპატიმრებენ ახლა ამ ადამიანებს და აი ეს მართლაც უაზრობა, რაზეც თუნდაც თქვენ საუბრობთ. ნახეთ როგორ არის არალეგიტიმური არის ეს პარლამენტი და მისი გადაწყვეტილებები არის არალეგიტიმური პირველი დღიდან, როგორც კი მან გამოაცხადა, რომ საერთოდ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ყველა საერთო არჩევანი, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფო გვინდა მისი ინტერესი არ არის და რაღაც გადადო ეს გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება კანონებს ნახეთ არალეგიტიმურია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამ კანონებს ვემორჩილებით, რა თქმა, ხო ხვდებით, ეს კანონები მოქმედებს. მოცემულობა ასეთია, რომ ამ საშინელ კანონებს იღებენ, მაგრამ ჩვენ ამ კანონების შესაბამისად გვაჯარიმებენ, ვიხდით გადასახადებს, ვიხდით ჯარიმებს. ეს ფაქტი და რეალობა უნდა მივიღოთ ეს, რომ ეს მოცემულობა ეს მოქმედებს ამ კანონებში. მიიღეთ თქვენ ეს ფაქტი და რეალობა და ამიტომ გადაწყვეტეთ, რომ შეხვიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში. აი ახლავე გეტყვით კი გეტყვით ახლა მაგაზეც რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება თუ ამ კითხვაზე გადავედით უკვე გიპასუხებთ ჩვენ ამ პარლამენტში ვართ ეს ქართულ ოცნებასაც აქცელობა აი ხო შემოდიხართ ჩვენ ამ პარლამენტში ვართ პირველი დღიდან ჩვენ არ ხავით ბოიკოტის რეჟიმში კი ჩვენ არ ჩაგვიხსნა თქვენ აღიარებდით რომ ეს პარლამენტი ის არჩევნები არის გაყალბებული არალეგიტიმური კი რა თქმა უნდა ჩვენ არ ჩაგვიხსნია ჩვენი მანდატები რომლებიც დამსახურებულად საშინელ პირობებში მივიღეთ ეს მანდატები არ ჩაგვიხსნია თუმცა მიუხედავად ამისა პარლამენტში მაგრამ უცბად რაღაცა შეიცვალა აი რა შეიცვალა უცბად არა დიდი დრო გავიდა ვამბობდით ამას და ვიყავით ბოიკოტში და ამ პარლამენტმა რომელმაც გადაწყვიტა რომ პოლიტიკური აქტი ბოიკოტი არის პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყავით ამის უფლებაც არ აქვს დეპუტატებსო და შეუჩერა უფლებამოსილება იმ დეპუტატებს წინა 12 და შემდეგ ავტომატურად მათი ნება რო ყოფილიყო არ ჩვენ შეგვიშვებდნენ მაგრამ ასე მოქმედებს კანონი და შესაბამისად ჩვენი უფლებამოსილებას ცნეს რა შეიცვალა ბევრი რამე შეიცვალა პირველი რა იყო აი ეს გარდამტეხი რამაც თქვენ ეს გადაწყვეტილება მიგაღებინათ იმ ფონზე რაც ხდება და სწორედ აი ამ ფონზე თქვი ასე მოქალაქეები ციხეში გახარია საქართველოსთვის პარლამენტში შედის თქო კი ახლა გეტყვით ყველაზე საინტერესო რაც არის რა თქმა უნდა ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ და დროთა განმავლობაში ამას ძალიან უთხრათ ისე კრიტიკულად უსვამდით კითხვას რომ იყო თუ არა შეცდომა ჩვენ რომ ყველანი ან რომ დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტილება რომ მიიღეს რომ ჩახსნეს და ჩვენ აი ამ შეძლობის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე რომ ეს იყო შეცდომა რომ აი სამსჯელობდით ამაზე. არა, მხოლოდ დიახ, ერთი წელი, მაგრამ მალევე გამოჩნდა რომ ეს იყო შეცდომა, იმიტომ რომ საბოლოოდ და რეჟიმა თქვა რომ ის არის აპირებს რეჟიმია და მისი ინტერესი არის იზოლაციისკენ წასვლა, ასეთი პირდაპირი განცხადება რომ ჩვენ არ გვინდა ევროპა, მანამდე არ ქონდათ განცხადებული წინა საარჩევნო კამპანიის დროს კი უხდიდნენ ბოდიშს ოკუპანტს, მაგრამ მაინც ამბობდნენ რომ ევროპაში მიდივართ და გაყალბებული არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე გააკეთა კობახიძემ ეს განცხადება, თქვენ უკვე
უარი გქონდათ. კი, რა თქმა უნდა. თქვენ უკვე ბოიკოტის რეჟიმში კი, რა იყავით, თქმა უნდა, თქვენ კი. იყავით ერთადერთი პარტია იმ 4-დან, რომელმაც დიახ, არ ჩახსნა დიახ, სიები და დიახ. პოლიტიკური ბოიკოტი აირჩიეთ. ერთი წელი, როგორც ამბობთ, დაგჭირდათ იმისთვის, რომ გაგეაზრებინათ, რომ ეს იყო შეცდომა. რატომ არ შეხვედით მაშინვე პარლამენტში 12 ადამიანს რას ერჩოდით? არა ხადია, არა რა თქვა ვერ ჩოდით, არ იყო ესე ჩვენ ჩვენ რა თქმა უნდა ბოიკოტის რეჟიმში ვაგრძელებდით ამ ასე ვთქვათ ყოფნას და გავაგრძელებთ აქციებზეც დავდიოდით. შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა 4 ოქტომბერს. და ეს იყო ჩვენი გააზრებული გადაწყვეტილება, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აი ის როგორ ვთქვათ, ის შესაძლებლობა მანდატების გამოყენებით რაც შეიძლება გამოგვეყენებინა და ის შესაძლებლობა რომ გაუშვით ხელიდან და ასე სხვა პარტიების ნებას დავყევით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქონდა იმედი, რომ დავარწმუნებდით სხვა პარტიებსაც, რომ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. იმიტომ რომ ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება არის ეს, რეჟიმი როგორ შეიძლება შეცვალო. ხომ არის ორი გზა. გინდოდათ სხვა პარტიების დარწმუნებაც, რომ შესული. ოღონდ იცოდნენ, რომ ისინი იცოდით, რომ ვერ შევიდოდნენ. არა, არჩევნებში თუ მაშინვე გინდოდათ. მაშინვეც იყო მცდელობა, რა თქმა უნდა, იყო მცდელობა და მაშინაც ქონდა სურვილი და ეს მცდელობა იყო, მაგრამ თავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ ქონდა სურვილი დაგვერწმუნებინა პოლიტიკური პარტიები, რომ შემოსულიყვნენ ვადამდელი რა ქვია, ადგილობრივი არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. ნახეთ, ახლა ყველაზე მთავარი ჩვენთვის რა, მე ამის ახსნა მინდა, კარგად მინდა გავაგებინო ამ ადამიანებს. აი ნახეთ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ რეჟიმს ვებრძვით, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმი შეიძლება დაამარცხო და ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება დაამარცხო ორი გზით. ეს არის რევოლუციის გზა, ან ეს არის ევოლუციის გზა არჩევნების გზით. ჩვენ ის პარტია ვართ, რომელიც არჩევნების გადარჩენას ვცდილობ და გვჯერა არჩევნების შესაძლებლობის. მე კარგად მესმის და ჩვენ პარტიაშიც კარგად გვესმოდა, რომ რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ასე ვთქვათ, არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობა გაეცამტვერებინა და ეს ვიცოდით, რომ აი ეს მათი მხრიდან ეს მცდელობა იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენ ხომ ვიცი, რომ რეჟიმი დაგარწყამს, გებრძვის, გაპატივნას, მაგრამ მაინც იბრძვი, ხომ? ჩვენც ასე ვიცით, რომ მას არჩევნების გაუქმება უნდა, მაგრამ შენ მაინც მიდიხარ. ოღონდ ეხლა არ არის არჩევნები. მე მაინტერესებს ეხლა რატომ შედიხართ პარლამენტში, იმიტომ რომ არ გაგაუქმონ, როგორც გააუქმებენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რაზეც ამბობენ. იმიტომ რომ გიორგი გახარიას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და ამითი თავს იზღვევთ, რომ ის არ დაიჭიროს. რას ლაპარაკობთ? ვინენდობა? თქვენ რას ამბობთ? ეხლა როგორ შეიძლება დავასრულებ ჯერ იმას. ნახეთ, პირველი 4 ოქტომბრის მერე რეალობა კიდევ უფრო შეიცვალა. ნახეთ რა მოხდა. 4 ოქტომბერს კი ჩვენი ბრალეულობა არის, უფრო მეტი უნდა გვექნათ, თუმცა პატარა პარტია ვართ და სუსტი, ვერ შევძელით, რომ დაგვერწმუნებიდნენ სხვა პარტიები და ზოგადად საზოგადოებაში ეს ნიჰილიზმი, რომელიც არსებობს არჩევნებისადმი, რაღაცა შეგვეცვალა, ვერ მოვახერხეთ, ამას ვაღიარებთ. მერე და ასევე მთავარი, რაც მოხდა, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. იმ ადამიანებმა, რომელიც შემოიღეს ეს რაღაცა დამხობის იდეა, რომ შემოიტანეს და ეს რაღაცა შექმნეს, რომ დამხობას აპირებენ და მე ის რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ამით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა რეჟიმს, თუნდაც თავისი ამომრჩევლისთვის ეთქვა, რომ აი იქ ვიღაცა რადიკალები არიან, ლამის უნდა ცეცხლი წაუკიდონ ქალაქს. 4 ოქტომბერი იყო თქვენთვის გადამწყვეტი და ამიტომ გადაწყვეტეთ, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დავსვი რამდენიმე კითხვა და სოფო მინდა ამ კითხვაზე მიპასუხოთ. რეალურად რა იყო თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი, იმიტომ რომ თქვენ ისედაც არ მონაწილეობდით არც მშვიდობიანი დამხობის პროცესში, ძალიან კაცრად იყავით და მკაფიოდ გამიჯნული ამ პროცესისგან, თუმცა არის რაღაც კითხვები, რომელზეც მაინტერესებს ახლა. რა იყო რეალურად ამის მიზეზი? მოდი გულწრფელად ვთქვათ, ის რომ პარტიას არ აქვს დაფინანსება და გინდათ რომ მოიპოვოთ დაფინანსება, გაქვთ ფინანსური კრიზისი, როგორც ალბათ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ის რომ შეიძლება ამითი დაიზღვიოთ თავი, ნახოთ რა და როგორ იქნება და არ მოხდეთ აკრძალული პარტიებისა და აკრძალული პოლიტიკოსების ჩამონათვალში, თუ ის რომ გიორგი გახარიას მიეცეს შესაძლებლობა და დაბრუნდეს ქვეყანაში და სრულად განახორციელოს პოლიტიკური საქმიანობა. პირველი დაჭერას როგორც მას პირველი ეს ამ გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება და 4 ოქტომბერი იყო მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ 4 ოქტომბრის მერეც იმედი
ჩვენ გქონდა იმედი, რომ ვიღაც მაინც გადახედავდა თავის გადაწყვეტილებას და აიღებდა პასუხისგებლობას იმაზე, რაც მოხდა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ ზეიმი ბოიკოტი შედგა და ეს რაღაცა საზეიმო განწყობა იყო და აი თქვენ ხო ცოტა აიღეთ. მე ვიცი, რომ არ მომცემდე შესაძლებლობას ამ არჩევნებში იმაზე მეტი ამეყო. იმიტომ რომ მე გააზრებულად მაქვს ეს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და აი ზეიმი რომ აი ბოიკოტი შედგა, რას ნიშნავს ბოიკოტი შედგა და კიდევ ის ხალხი დავასრულებ. მივალით ყოველს უპასუხებ. ფინანსურ ზემაზეც მინდა თქვა. და ის ხალხი რომელიც მე რაღაც ახლა ნიშნის მოგებით გველაპარაკება, სად არის მათი პასუხისგებლობა დღეს რომ ქართული ოცნება თავის ამორჩეულს ეუბნება ჟურნალისტებს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს კი არ ვაპატიმრებო. აი რაღაცა ქალაქის გადაწვა რა უნდოდა და დამხობა და დაქცევა ამ თქვენი პასუხისმგებლობა სად არის, როდესაც ეს ხალხი ციხეშია და თქვენ შედიხართ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომ თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი და მითხარით, აი მე დღეს ბრიფინგზე ვუსმენდი თქვენს წარმომადგენელს გიორგი შარარაძეს, მითხარით რა შეცვლის თქვენი ყოფნა, თქვენ რითი დაეხმარებით აი ამ პროცესს, რაც მიდის დღეს ქვეყანაში, რითი დაეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც იჭერენ სრულიად უმიზეზოდ ყოველდღიურად. როდესაც ამბობდა თქვენი თანაგუნდელი, რომ პროტესტის ამ ფორმამო, აი რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით, ვერ შეაჩერა ოცნება და მისი გადაწყვეტილებებიო, აი თქვენ როგორ შეაჩერებთ პარლამენტში ყოფნით? პირველი რამდენი კითხვა იყო? როცა 32 და მეტი ყოფილხართ და მაინც იგივე შედეგი დამდგარა. 32 ხო ნახეთ, სხვებზე ვერ ავიღებ პასუხისგებლობას, ჩვენ პარტიაზე შემიძლია ავიღო პასუხისგებლობას, სულ 6-ნი იყო. ოპოზიცია ვიდრე. ხო, მესმის, ჩვენ თავზე ვიღებთ პასუხისგებლობას. ნახეთ, რამდენიმე სამი კითხვა დასვით. ერთი იყო ფინანსებთან დაკავშირებული. ხო, ფინანსები ჩვენ გვიჭირს ხვებისგან განსხვავებით. ძალიან საინტერესო იყო იმ ნაციონალურ მოძრაობას და იქ მეორე ახლებს, საიდან აღმოაჩნდათ ბევრი მილიონი უცებ წინა საარჩევნოდ. საიდან? ჩვენ რატომ არ აღმოგვაჩ? არა, არ უჭირდათ. ნამდვილად დამიჯერეთ. ნაციონალურ მოძრაობამ ოფისი გაყიდს. თქვენზე მესაუბრეთ. ფინანსებზე არა, ხო ლაპარაკობ ფინანსებზე კი გვიჭირს, იმიტომ რომ ჩვენ რეჟიმს ვებრძვით და მე დავდიოდი რეგიონებში და ერთი ოფისი ძლებს გავაკეთა ჩემი პირადი დანახარჯებით. სესხი გამოვიტანე ბანკიდან და ამ დროს ახლებით რა ერქვა 4 ნომერი ანუ ფინანსები არის თქვენი პრობლემა და ამით ფინანსურ პრობლემებსაც მოიგوارებთ. კი, არა, როგორ დასწანებთ ახლა, მაგისთვის არა ვართ ნამდვილად აქ და ფინანსური პრობლემების მოგვარება რომ გვდენბობდა და რომ ყოფილიყო ეს ინტერესი, როგორ რომ მოახერხებთ ამას სხვაგვარად. რაც შეეხება პარტიის გადარჩენას. პარტიის გადარჩენა არის მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობთ, რატომ კრძალავს, რატომ უნდა ქართულ ოცნებას პარტიის აკრძალვა, პარტიების აკრძალვა? იმიტომ რომ პოლიტიკა, ევროპული პარტიული პოლიტიკა პარტიების მეშვეობით კეთდება და მას არ უნდა რომ ამ ქვეყანაში პარტიები არსებობდნენ, მას თავისი სატელიტები უნდა. რომ თქვენი მსიაში არ მოხვდებით ამ არა გვაქვს ამის იმედი. არა, რატომ ვინ გითხრათ პირიქით, ვიცი, მაგრამ წინააღმდეგობას უწევ ისე როგორც მე შემიძლია. ეს არის თქვენი წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, რა შეიძლება გახარია ჩამოვა თუ არა. როგორ ფიქრობთ ახლა შეიძლება ვინმე ენდოს ამ ხელისუფლების პრობლემა, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პრობლემა, იცით რა არის? ხომ აქვთ ცდელობა და დაალაგდნენ დასავლეთთან ու ვიღაცასთან. თავარი პრობლემა არა, რომ უნდოდეს დასავლეთს მათთან დაალაგება, აი კაი ჯანდაბას რაც არის ამ მივიღოთ. არავინ არ ენდობა. ერთ ნახევარ ნაბიჯზე არ ენდობა. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ენდო ამ ადამიანს? როგორ შეიძლება რომ პარლამენტში შედიხარ? რა თქმა უნდა, ეს როგორ შეიძლება ჩემი პარლამენტის შესულით, როგორ შეიძლება მე ბოლო კითხვაზე მიპასუხე და დაგემშვიდობებით, როგორ შეცვლით? როგორ შეცვლის 12 ადამიანის ყოფნა არალეგიტიმურ პარლამენტში ვითარებას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მე ზოგადად ესეა, როცა ესეთი მძიმე ვითარებაა, როცა აი რეჟიმს ებრძვი და შენ გაქვს ეს გააზრებული რამ მძიმე ბრძოლაში ხარ. თავარი არის შენი გადაწყვეტილება, ის შენი კონკრეტული ნაბიჯი, შენ კონდეს პასუხისგებლობით აღებული და გააზრებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მე ვამბობ ასე, თუნდაც ერთ ადამიანს დავეხმარო და ერთი ადამიანი გადავარჩინო, ჩემთვის სამყაროს გადარჩენას ნიშნავს. ასე უნდა მიუდგე და ჩემთვის ის 8% ისეთივე ღირებულია და უფრო მეტი ვიდრე 70% მქონდეს. და რა თქმა უნდა, და კიდე ქართული ოცნება სწორედ ამას ამბობს და მაგასაც შებეცდები და აი პირობას ვაძლევ ამას ვაჩვენებ ყველას. და იქ ქართული ოცნების ამორჩევლებს. იცით რას ამბობენ და რაში აჯერებენ ქართული ოცნების ამორჩევლები, თავის ამორჩევლს და ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ ჩვენ ყველას აქ ომი გვინდა, დამხობა გვინდა, ჩვენ მართის ხალხი ვისმე თქვენ უკვე გაიგივებენ
ქართულ ოცნებასთან? ალბათ ნახავდით როგორია გამოხმაურებები გამოხმაურება იყო განსხვავებული გამოხმაურებები იყო და ესეც არის, უნდა გაცდე იმას, რასაც ყოველდღე უყურებ. გარედან უნდა მე კარდაკარ დავდივარ არჩევნების დროს, განსხვავებულ ადამიანებს ველაპარაკები და ჩემთვის სიმართლისთვის თვალის გასწორება არის მნიშვნელოვანი. თუ ყველაფერს თავის სახელი არ დავარქვი, თუ დიაგნოზი სწორად არ დავსვი, მაშინ როგორ უნდა ვუმკურნალო? და მე ასე მარტივად არ არის, იქ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვისთვისაც აი ეს დამოკიდებულება, ის შექმნილი ილუზიები, არ ვიცი, ქართული ოცნების მიერ შექმნილი რეალობა არის. და სწორედ ამის ჩვენება მინდა, რომ ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს პარლამენტში, ეს პოლიტიკის კეთება არ არის. თქვენ გააკეთებთ ახლა პოლიტიკას. ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ. ნახოთ, დაველოდოთ ჩვენს ნაბიჯებს გადავდოთ. მივადევნებთ ამას ყველაფერს თვალს. ძალიან დიდი მადლობა.